Kanye West-ი თუ მისი კლონი. ეს თეორია ინტერნეტს უკვე წლებია არასვენებს. If I ever went anywhere, we know why. თუ ოდესმე გავხრები და დავბრუნდები, ეს მე აღარ ვიქნები. And they wanted to medicate me every day. მისი ამ სიტყვების გამო ბევრს ჯერა რომ Kanye ის Kanye აღარ არის. ის მართლა იყო რაღაც პერიოდი გამქრალი. კაცი, რომელმაც თავის ალბომს Jesus is King დაარქვა. ღმერთზე სიმღერებს წერდა, რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა და თქვა რომ I have my issues with Jesus. There's a lot of stuff I went through that I prayed and I didn't see Jesus show up. კაცი, რომელმაც 2005 წელს პირდაპირ ეთერში ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რასისტი უწოდა. George Bush doesn't care about black people. ბარაკ ობამამაც კი ესეთი სიტყვებით შეამკო. Why would he do that? ერთ გადაცემაში პირდაპირ თქვა: ჰიტლერი მომწონს, მასში კარგ რაღაცეებს ხედავ. მიყვარს ებრაელებიც, მაგრამ მე ნაცისტი ვარო. ბიპოლარული აშლილობა, მენტალური კრიზისები. მან თქვა რომ დედაჩემი მსხვერპლად შესწირესო. My mom ain't here. My mama was sacrificed. Me too. You understand? რას გულისხმობდა სინამდვილეში? მოგესალმებით მეგობრებო, მე მარლი ვარ. გილოცავთ ყველას ყვარას გაჩემპიონებას ზედიზედ მეორედ. ძალიან მაგრესი ბიჭი ყავს საქართველოს ქართველ ხალხს. აი ყვარამ რაცქნა ლიგაზე, პლეი-ოფში, ფინალის გარდა ყველა გუნდს რო გაუტანა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შემდეგ ოქროს ბურთი თუ არ მისცეს, აი რა ვიცი რა. სოფლიოზე უნდა გავწუროთ სამხრეთ ამერიკული გუნდის ჩემპიონობა, ან რამე აფრიკული გუნდის და მერე ხო არ იქნება დემბელე-შმემბელეები ფინალში. დიდი ალბათობით სამართალი სადღაც თუ არსებობს, აუცილებლად უნდა მისცენ. ხო, ჩემზე არი დარდოთ, მე გადავიტანე უკვე. კაი, შევეშვათ ამას და დღეს რაზე მინდა საუბარი თქვენთან მიხვდებოდით ალბათ. Kanye ჩამოდის საქართველოში, სულ რამდენიმე დღეში აქვს კონცერტი და სანამ წახვალთ, ჩაუჯექით გაგისწორდებათ. კაცი, რომელიც ყველას უყვარდა, ერთ-ერთი დიდი გადატრიალება მოახდინა ჰიპ-ჰოპში და უცებ რადიკალურად შეცვლილი ადამიანი წარსდგა ჩვენს წინაშე. 2025 წელს გამოუშვეს დოკუმენტური ფილმი. ფილმში აღწერილია Kanye-ს გარემოცვამ, თუ როგორ დაიქირავა 18 წლის ვიღაც ნიკო ბალესტეროსი და უთხრეს, რომ არ შეეწყვიტა Kanye-ს გადაღება. მას 3000 საათზე მეტი მასალა დაუგროვდა Kanye-ზე. უცნაური ის არის, რომ კამერა ჩართული იყო კამათების დროსაც, მენტალური კრიზისების დროსაც, კრის ჯენერთან ჩხუბის დროსაც, კიმ კარდაშიანთან დაძაბულ მომენტებშიც კი. საკითხავი ის არის, რომ რატომ ისა Kanye-მ ამის უფლება. იმ მომენტში ვითომ არ ფიქრობდა, რომ ეს კადრები საჯარო გახდებოდა? დოკუმენტური ფილმიდან ჩანს, რომ Kanye ნიკოს ენდობოდა. კამერას ხშირად ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომ ბევრი პირადი მომენტი ბუნებრივად პაპარაცულად არის ჩაწერილი. Your personality was not like this a few years ago. ეს სწორედ ის ფრაზაა, რომელიც ინტერნეტში კლონის თეორიის მხარდასაჭერად დაიტაცეს. ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ დოკუმენტური ფილმია, მაგრამ იქ საკმაოდ მძიმე და არასასიამოვნო მომენტები დარჩა. მათ შორის Kanye-ს ნერვული კრიზისები, ოჯახური კონფლიქტები და უცნაური რელიგიური განცხადებები. 2022 წელს მან ალექს ჯოუნსის გადაცემაში პირდაპირ თქვა: I like Hitler და მე ნაცისტი ვარო. I see good things about Hitler also. Later in the interview, he says, I like Hitler. ამ განცხადების შემდეგ Adidas-მა, Gap-მა, Balenciaga-მ და სხვა კომპანიებმა კონტრაქტები და თანამშრომლობა შეუწყვიტეს. X-ზე, Twitter-ზე მისი ანგარიში დაბლოკეს. რამდენიმე დღეში 100 მილიონი დაკარგა, ბევრი ცნობილი ადამიანი და მუსიკოსი საერთოდ განუდგა, საჯაროდ აკრიტიკებდა. თავისი ფანები წერდნენ, ამის შემდეგ ვეღარ მოусმენდნენ მის მუსიკას. აქედან დაიწყო ახალი ტალღა. Kanye შეიცვალა, ის Kanye აღარ არის. ინტერნეტში ათასობით ვიდეო გავრცელდა, რომ ადარებდნენ ძველ Kanye-ს და ახალ Kanye-ს. და ძველი Kanye რომ მართლაც დიდი ფიგურა იყო ჰიპ-ჰოპის განვითარებაში, გეტყვით ყველაფერს ამას ვიდეოში. ერთ-ერთი ეპიკ და სასაცილოა სატირალი რო არ იყოს მომენტი იყო 2005 წელს ნიუ ორლეანში, როცა მოხდა ძალიან დიდი დამანგრეველი ქარიშხალი. დიდი ტრაგედია იყო და ამ ტრაგედიის შემდეგ ტელევიზიით საქველმოქმედო მარათონი ტარდებოდა. Kanye სცენაზე იდგა მსახიობ მაიკ მაიერსთან ერთად. ორივეს წინასწარ უნდა წაეკითხათ ტექსტი დაზარალებულთა მხარდასაჭერად. მაგრამ Kanye რის Kanye-ია თუ თავის ჭკუაზე არქნა ყველაფერი, მან დაიწყო ლაბარაკი რასიზმზე. რომ მედია შავკანიან მოსახლეობას განსხვავებულად აშუქებდა და დახმარება არასაკმარისი იყო. They betray us in the media. If you see a black family, შემდეგ მოულოდნელად თქვა, ჯორჯ ბუშ შავკანიანი ადამიანები არ ანაღლებსო. George Bush doesn't care about black people.
ანუ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა ხალხო. თელმა ამერიკამ მოისმინა ეს მუქარა და ცილის წამება. ამის შემდეგ ბევრმა ის ეროვნულ გმირად მიიჩნია, რადგან ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო იმის შესახებ თუ რასაც ფიქრობდნენ და თვითონ ვერ ამბობდნენ. ჯორჯ ბუშს იმ მომენტში მისთვის პასუხი არ გაუწია. ხოლო წლების შემდეგ თქვა, რომ ეს ბრალდება მისი პრეზიდენტობის მანძილზე ერთ-ერთი მტკივნეული მომენტი იყო. And it was one of the most disgusting moments of my presidency. Called me a racist. რადგან კანიეს ამ განცხადებით ხალხი მართლა ფიქრობდა, რომ ბუში რასისტი იყო. It's not true. წლების შემდეგ კანიემ აქაც შეიცვალა აზრი, არ ვფიქრობ, რომ ბუში რასისტი არისო. თავის ამ საქციელს ემოციური მომენტი უწოდა და თქვა, რომ ცოტა განსხვავებულად ხედავდა ადამიანების ტანჯვას იმ დროს. მაგრამ ცოტა გვიან ხო არ მოუვიდა პრეზიდენტობის დროს ეთქვა. ყველაზე დიდი დარტყმა, რაც კანიემ მიიღო, მისი დედის გარდაცვალება იყო. 2015 წელს როცა რენდომ კითხვა დაუსვეს, თუ რა შესწირა მან თავის წარმატებას, პასუხი ესეთი იყო. My mama was sacrificed. Me too. შემდეგ დაამატა, რომ თუ ლოს-ანჯელესში არ გადავიდოდა, დედა ცოცხალი ეყოლებოდა. შემდეგ ახსინა სხვა ცნობილი ადამიანებიც და მიანიშნა, რომ ჰოლივუდში გავლენიანი ადამიანები ვარსკვლავებს აკონტროლებენ. Control LeBron James. They can control Jay-Z and Beyonce, but they can't control me. აქედან გაავლის პარალელები, რომ ჰოლივუდის ელიტა არსებობს, ვარსკვლავები ძალაუფლებას იღებენ, სანაცვლოდ კი კარგავენ ახლობელს. ანუ სიგიჟია ეს კაცი, რასაც ლაპარაკობდა რა. Michael Jordan. What about him? His daddy, right? Bill Cosby, his son. Dr. Dre, his son. ამ კონტექსტში ახსენა MJ-ის მამა, Bill Cosby-ს და Dr. Dre-ს შვილი. და თქვა, რომ ეს შემთხვევები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ამის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ კანია რა თავისუფალი ადამიანია, რასაც უნდა იმას ლაპარაკობს სულ და ბევრს მიაჩნია, რომ კანიემ იმაზე მეტი იცის ჰოლივუდის საიდუმლოებებზე, ვიდრე ლაპარაკობს. ხო რა, ეს არის დედის გარდაცვალება არის, რომელსაც კანიეს ცვლილების გარდატეხის მომენტად მიიჩნევენ. ეს ცნობილი მომენტი ხო ყველა მიცით. But Beyonce had one of the best videos of all time. ტეილორი 2009 წელს ამ დროს ამომავალი ვარსკვლავი იყო. კანია უკვე გრემის მფლობელი. მათ შორის რაღაც საჯარო კონფლიქტი არ არსებობდა. თუ რატომ გააკეთა კანიემ ეს, ამაზე ბევრი თეორია არსებობს. ზოგი დედის გარდაცვალებას აბრალებს, კონტროლი დაკარგაო, ზოგი ჯეიზიზე მიუთითებს, რომ მისი მენტორი იყო და ზოგი ამბობს, რომ ბიონსემ იმ წელს Single Lady გამოუშვა და საუკეთესო ვიდეოკლიპად ეს მიაჩნდაო. მაგრამ მაშინ სოფლიო ტეილორის მხარეს დადგა. კანია რამდენიმე დღით გაქრა მედიიდან. რამდენიმე წელში ურთიერთობას დაულაგდათ, ერთმანეთზე პოზიტიურად საუბრობდნენ, მაგრამ აქ იწყება ნამდვილი ომი. სანამ ომზე გეტყვით, 2009 წელს ობამა როცა იყო პრეზიდენტი, ამის ნახვის შემდეგ პირდაპირ თქვა ლაივში. She's getting her award. Why would he do that? He's a jackass. შეიძლება ნახევრად ხუმრობით თქვა, მაგრამ რამდენიმე წელში კანიემ ინტერვიუში თქვა, რომ ობამამ ლაივში ჯეკეს დამიძახა და ჩემთვის ძვიემოსასმენი იყო, რადგან მას ძალიან დიდ პატივს სცემდიო. Don't tell the world I'm a jackass. I'm fighting hard enough. მაგრამ არ ამგონია კანია რამეს ნანობდა იმ დროს. ხო, ომზე უნდა მეთქვა. 2016-ში კანიემ გამოუშვა სიმღერა Famous. ვიდეოს ტექსტი, ვინც არიცით, ესეთი იყო. Snow Penn Taylor-ს კიდევ შეიძლება ჰქონდეს. იმიტომ რომ მე გავხადე ეგ ცნობილიო. ტეილორმა თქვა, რომ მე ამ სიტყვაზე, bitch-ზე თანხმობა არ მიმიციაო და აუგად მოიხსენია კანიე. ამის შემდეგ საქმეში კიმ კარდაშიანი ერთვება. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კანიე ტეილორს ურეკავს და სიმღერის ტექსტზე ელაპარაკება. I feel like me and Taylor might still have sex. And I really appreciate you telling me about it. ინტერნეტს მეტი რა უნდა და დაიწყეს ტეილორის ბულინგი, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, რომ ვიდეო როცა გამოქვეყნდა, ურწმაწურ სიტყვებზე მართლა არ იყო საუბარი არსად. და აქ ფანები იყოფა ორად. დაიწყო ფანების ბიფი, ტეილორი მაგრად დაჩაგრეს მოკლედ, ხო, სულ ცუდ რაღაცებს ხوار ვილაპარაკებ ახლა კანიეზე, რატომ იყო უდიდესი ფიგურა ჰიპ-ჰოპში, გეტყვით. ბევრს ამიწყდება, რომ კანიე თავიდან როგორც რეპერი კი არა, როგორც პროდიუსერი ისე გახდა ცნობილი. 2000-იან წლებში ის ბითებს უკეთებდა სუპერვარსკვლავებს, როგორებიც არიან Jay-Z, Alicia Keys, Ludacris. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ალბომი იყო Jay-Z's The Blueprint, სადაც კანიეს პროდიუსერულმა ნამუშევარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. 2000-იანების დასაწყისში ხო იცით რეპი როგორი იყო. განგსტერული, ქუჩის ისტორიები, ძალაუფლება, თუპაკი და რამე და ეს ადგა, გიჟი და გამოვიდა პოლო მაისურით, ზურჩანთით, რაღაც კოლეჯზე საუბრით, თავის სისუსტეებზე მოყოლით, მისმა ალბომმა, College Dropout-მა აჩვენა, რომ რეპერს არ სჭირდებოდა რაღაც განსაკუთრებული იმიჯი, რათა წარმატებული ყოფილიყო. ბევრი მუსიკალური კრიტიკოსი იმ დროს ამბობდა, რომ კანიემ ჰიპ-ჰოპის მიმართულება შეცვალა. თავად დრეიკი, ტრევის სკოტი, კიდ კადი, The Weeknd ამბობდა, რომ მათი შთაგონების წყარო სწორედ კანიე იყო. ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და ის არ იყო ადამიანი, რომელიც ტრენდებს მიხვდებოდა. ჰქმნიდა საკუთარს და იყო არტისტი, რომელიც რისკავდა.
კანიეს ყოველი ალბომი რადიკალურად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, რაც ნამდვილად დასაფასებელია არტისტში. მე მაგალითად როკს უსმენ უფრო, მაგრამ რაღაც ჯგუფს თავისი ალბომები რო განსხვავებული აქვს, ძალიან მაგარი მოსასმენია რა და მუსიკალურადაც რთული შესაქმნელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მრავალფეროვნებაა ბევრი. ყველაზე მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო, რითიც დავიწყე თავიდან. რატომ თulis ფანები და ზოგადად ინტერნეტი რომ მის კლონით არის შანაცვლებული? ერთი პერიოდი მართლა გიჟურად იწერებოდა ამის შესახებ თელ სოციალურ ქსელებში. კანიე ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა ჰოლივუდზე. Control LeBron James. ბევრ ადამიანებს აკრიტიკებდა, ზედმეტად ბევრი იცოდა და შემდეგ უცებ გაქრა. გაქრაში რა ვსგულისხმობ, ალბომიც არ დაუდია, მედიასთანაც აღარ საუბრობდა, რაღაც პერიოდი იყო რა. და მისი სიტყვები ესეთი იყო მანამდე. თუ ოდესმე გავქრები და დავბრუნდები, მე ის კანიე აღარ ვიქნებიო. ზოგი იმასაც წერდა, მის ტვინზე ექსპერიმენტები ჩატარდა და მისი ქცევა და ფსიქოლოგია საერთოდ შეცვალეთო. ამ თეორიაში დედის სიკვდილს და ფსიქიკურ კრიზისებს აკავშირებენ. კიდევ მისი სახე ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ყბა, ცხვირი, კბილები, ყურები, მისი ტატუებიც კი სხვანაირი არისო. სიმაღლეზე აპელირებენ ბევრს, რომ ნამდვილ კანიეზე დაბალიაო. 2024 წელს კრის კავალარი ამბობს, რომ ილუმინატების მიერ არის ჩანაცვლებულიო. ხო სიგიჟია ხალხო. ერთი შეხედვით ყველა ცვლილება ერთმანეთს ემთხვევა. ქრისტიანი იყო, დაბრუნდა და ამბობს, რომ ქრისტე მე არაფერში დამხმარებიაო. მართლა ძალიან სიგიჟე თეორიებია, მაგრამ ისეთები ხდება ჰოლივუდში, სიმართლე რო იყოს გაიკვირდებათ. თუნდაც დიდის და ეპშტეინის ფაილების შემდეგ. ისეთი რაღაცები მოხდა და გავიგეთ, წარმოდგენაც რო არ ქონდა თუ არსებობდა საერთოდ ეგეთი რაღაც დედამიწაზე. მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან მცირე პროცენტია, რაც ხდება მსოფლიოში. ერთი კაი ვიდეოს აკეთება კი მინდა მასონებზე და ილუმინატებზე. ესეთ თემები თუ მოგწონთ, კომენტარებში დამიწერეთ აუცილებლად და ერთ კაი ვიდეოს შევაბზიარებ აუცილებლად YouTube-ზე. ბევრი ამბობს, რომ კანიემ იმაზე მეტი ისეს ვიდრე ლაპარაკობსო, ესეც არის. 30 წელია შოუ-ბიზნესში რო ხარ, დიდ ფიგურებთან, ზოგი დაჭერილია, ზოგს სკანდალების, სექსუალური ზრადობის ფაქტები ამოუღეს. შეუძლებელია, რომ კანიემ არ იცოდეს ჰოლივუდის რაღაც ბნელი საიდუმლოებები რა. მაგრამ აშკარაა, რომ ამდენმა წნეხმა, ტრაგედიამ, კრიზისებმა შეცვალა ეს კაცი და გადააქცია იმათ, რასაც დღეს უყურებთ. მაგრამ მისი მუსიკა ბევრი ფანისთვის დღემდე კლასიკად რჩება და ჰიპ-ჰოპის მოყვარულისთვის მე დარწმუნებული ვარ. მე პირადად არა ვარ დიდი ჰიპ-ჰოპის ფანი, მაგრამ ის კლასიკ სონგები, რაც კანიეს აქვს და არა მხოლოდ კანიეს, ნამდვილად მომწონს და ბევრს უსმენ. ზოგადად ჯანსაღ მუსიკას ძალიან დიდი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. და ერთ კაი ვიდეოს კიდე მუსიკაზე აუცილებლად გავაკეთებ, რომელიც დარწმუნებული ვარ მაგრად მოგეძონებათ. ხო, სულ ეს მინდოდა მე თქვა, კონცერტზე ვინც ახვალთ, დააკვირით ერთ კანიეს, მართლა თუ დაბალია ან სხვანაირად თუ აქვს ტატუები. სულ მალე დაგიბრუნდებით სხვა mind blow ვიდეოებით. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, კოცნით გახოვით. აბა ჰე.